ქართულ საავტომობილო გადამზიდველებზე გაცემული ნებართვის ღირებულება რეგიონში ყველაზე მაღალია. ამის შესახებ სატრანსპორტო დირექტორის კვლევის ცენტრი კვლევაში წერს. კვლევის ავტორების შეფასებით რიგ შემთხვევაში რეგიონში მდებარე ქვეყნებში მესამე ქვეყანაში გადაზიდვისთვის საჭირო ნებართვები რიგ შემთხვევაში 4-ჯერ, 13-ჯერ და ზოგჯერ ქვეყანაში 21-ჯერ იაფიც ღირს. რამდენად არის დღეს გადამზიდავი კომპანიებისა და მძღოლებისთვის 2022 წელს მიღებულ ნებართვაზე დაწესებული გადასახადი პრობლემური და რა გავლენა აქვს აღნიშნულ ფაქტორს ბიზნესზე. ანუკა ჯოხაძე საუბრა ბიზნესის წარმომადგენლებზე შეფასებებს ახლა პირდაპირ ეთერში გაგვიზიარებს ანუკა გისმით. ნინა, როგორც ცნობილია, ტვირთების ტრანსპორტირებისა სახელმწიფოებს შორის სანებართვო სისტემა მოქმედებს, რომელიც ამა თუ იმ ქვეყნის ტერიტორიაზე საქონლის დაუბრკოლებულად გადაზიდვის შესაძლებლობას იძლევა. ქართველი მძღოლები ნებართვის ორი სახეობით სარგებლობენ, კერძოდ ორმხრივი სატრანზიტო ნებართვებით და ასევე მესამე ქვეყნიდან ქვეყანაში გადაზიდვებისთვის საჭირო ნებართვებით, რომელთა ღირებულებაც მნიშვნელოვნად განსხვავდება. სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის მიმოხილვაში ვკითხულობთ, რომ ორმხრივ ფორმატში ნებართვის ერთი სამუშაო დღეში გაფორმების ღირებულება ამოცემულობით 70 ლარია, ხოლო დაჩქარებული წესით მისი მიღება მძღოლს 100 ლარი უჯდება. გაორმაგებული ფასები მოქმედებს მესამე ქვეყნიდან ან საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვის შემთხვევაში, რაც რეგიონების ქვეყნებთან შედარებით კვლევის ავტორების თქმით მნიშვნელოვნად მაღალია. სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ საქართველოში გაცემული ნებართვების საგრძნობის სიძვირე ქართულ გადამზიდავ კომპანიებს და მძღოლებს ნაკლებად კონკურენტუნარიანად წარმოაჩენს საერთაშორისო ბაზარზე. 2022 წლის შემდეგ მოთხოვნის გაზრდიდან გამომდინარე, რომ უფრო ხშირად თურქეთში იწვირთება ქართველი გადამზიდავი და მიდის პირობითად საქართველოზე გავლით რუსეთში ან ცენტრალურ აზიაში ან ჩინეთში, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ გაზარდა არსებული ტარიფი და გაორმაგა ფაქტიურად რაც ღირდა 70 ლარი გახადა 140 და დაჩქარებული 100-200-ის ნაცვლად. რა თქმა უნდა, ამ გაძვირებამ გარკვეულწილად დაამძიმა ქართული გადამზიდავის მდგომარეობა საერთაშორისო ბაზარზე. უბრალოდ რამდენიმე შედარებას მოვიტან. ის რაც ჩვენთან პირობითად 100 და 200 ლარის ფარგლებშია, თურქი გადამზიდავი ანალოგიურ აი ერთ ფურცლიან ნებართვას $3.50 გასცემს. ყაზახი გადამზიდავი, ყაზახეთი თავის მძღოლს $7.50 გასცემს. უზბეკი $5 გასცემს. საერთოდ აი ამ ქვეყნებში მესამე ქვეყნის ნებართვა არ არის ასე ცალკე გამოტანილი. ყველა ნებართვა ღირს ერთი ტარიფი. რატომღაც ჩვენ გამოვიტანეთ ეს ცალკე, რომ გარკვეულწილად მოთხოვნა გაიზარდა და რატომაც არა ამოვიღოთ გადამზიდავის ამ მძღოლის ჯიბიდან მეტი თანხა. განსხვავებული პოზიცია აქვს საქართველოს საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაციაში, სადაც თვლიან, რომ მესამე ქვეყნის ნებართვებთან მიმართებით დაწესებული ტარიფის რეგიონის ქვეყნებში არსებულ ტარიფებთან შედარება არასწორია. მათი თქმით, საქართველოში გაცემული ნებართვა სხვა ხარჯებსაც მოიცავს, ხოლო მაგალითად თურქეთში გადამზიდავებს ნებართვების გარდა სხვა ტიპის დოკუმენტაციის ღირებულების გადახდაც უწევთ, მათ შორის ლიცენზირების საფასურიც, რაც ასოციაციის პრეზიდენტის გეწიფურიას თქმით, საკმაოდ ძვირია. თუ კი რაღაცა ნებართვა ღირს სიტყვაზე 70 ლარი, სრულიად გასაგები და ლოგიკური კი არის, ორჯერ უფრო მეტი რო ღირდეს მესამე ქვეყნის ნებართვა, სადაც მერწმუნეთ რაოდენობა ბევრად მეტი პრობლემა არის, ვიდრე მისი ღირებულება. ეს ერთ. მეორე, სხვა ქვეყნებთან ეხა პარალელის გავლება ცოტა არ არის მისაღები და რატომ აგიხსნით. ჩვენს ფასებში, ასე ვთქვათ, ტარიფში ნებართვის დებს მომსახურეობა, ხოლო აქ კი მომსახურეობაზე სხვა რაღაცის გარდა აქ არის უბრალოდ გაცემასთან დაკავშირებული მოსაკრებები, მეტი არაფერი. როგორც გითხარით, ისინი სხვა თანხებს იხდიან ბაზარზე დასვენებისათვის და ეს არის ეგრეთ წოდებული რეალურად ლიცენზია, რომელსაც თავის საკმაოდ მკაცრი მოთხოვნები აქვს და სხვა არაფერი დაახლოებით 12-დან 15 ავტომობილამდე გჭირდება თვითამწეობით, რომ მაგალითისათვის თურქეთში ლიცენზია ქონდა. გადამზიდავის ნაწილი თვლის, რომ მიღმა ნებართვების მაღალი ღირებულებისა გამოწვევა მათი რაოდენობაც, რომელიც წინასწარ ქვეყნებს შორის მოლაპარაკების საფუძველზე დგინდება. მათი თქმით, მას შემდეგ, რაც ჩინეთის მიმართულებით გადაზიდვები გააქტიურდა, გაჩნდა უფრო მეტი მოთხოვნა მესამე ქვეყნის ნებართვებზე, ისეთ ქვეყანაში, მაგალითად, როგორც არის ყაზახეთი.
ჩინეთი, რა თქმა უნდა, კარგია რომ გაიხსნა და აქტიურად მიდის გადაზიდვები, მაგრამ ეს ბუმი პირველი ეტაპის შემდგომ ჩაცხრა. ნებართვები საბედნიერო ჩინეთში არის ზოგადად, ასევე ვიზები და ეს პრობლემას ნამდვილად არ წარმოადგენს. უფრო პრობლემური მიმართულება ჩემი შეფასებით არის ყაზახეთზე მესამე ქვეყნის ნებართვების რაოდენობა და ნუ მათ შორის გაზრდილი ფასი, რაც ეხლა გვექსაუბარი, თურქეთთან მიმართებით საკმაოდ რაოდენობის ტვირთბრუნვა გვაქვს, შესაბამისად ძალიან დიდი რაოდენობა იმპორტირებული პროდუქტის შემოდის ამ ქვეყნიდან. აქედან გამომდინარე ზოგჯერ და ზოგ შემთხვევებში ამ ნებართვების არ ქონა დისკომფორტს არ მოქმნის და მანქანების გაშვების საშუალება არ არის. სატრანსპორტო დერეფნის კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, თუ საქართველოში არსებულ ტარიფებს რეგიონის ქვეყნებს შევადარებთ, ასეთი სურათი გვაქვს. ის 13 ჯერ ძვირია თურქეთის მიერ საკუთარ გადამზიდავზე გაცემულ ნებართვის ღირებულებაზე, ხოლო 4 ჯერ აღემატება რუსეთში და 31 ჯერ ბელარუსში გაცემული ნებართვის ფასს, ხოლო რაც შეეხება უზბეკეთს და ყაზახეთს. საქართველოში აღნიშნული საფასური 6 ჯერ უფრო ძვირია ყაზახეთის და 10 ჯერ უფრო ძვირია უზბეკეთის გადამზიდავზე გაცემული ნებართვის ღირებულებაზე. რაზეა დამოკიდებული უშუალოდ ნებართვის ღირებულება და ხომ არ არის დაგეგმილი მათ შორის ამ კუთხით ცვლილებები, ამ კითხვით სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსაც მივმართებთ, თუმცა უწყებისგან პასუხი აღნიშნულ კითხვაზე ამ დრომდე არ მიგვიღია. მადლობა ანუკა, რა გამოწვევას უქმნის ქართულ გადამზიდავებს ნებართვების მაღალი ფასები, ანუკა ჯოხაძემ გაკოცდა.